დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა, დიდი ქართველის და ეს ძალიან დიდი მოვლენაა და ასევე არის ადვოკატთა დღე. გილოცავთ. ადვოკატს ულოცავთ დღევანდელ დღეს. მითხრა მიულოცეო დღეს ადვოკატთა დღეა და ყველა ადვოკატს ულოცავთ დღევანდელ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიას გვართმევენ და წაგვართვეს, ყველა ადვოკატმა უნდა იბრძოლოს იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში სამართლიანი სასამართლო არსებობდეს და სამართლიანი მართლმსაჯულება იყოს, რასაც ეს ბუნებრივია, ინგა თქვენი კითხვა, დიახ, გუშინ პროცესი, ამას პროცესი დაარქვეს, უბრალოდ პროცესებს არ ქვია, თორე ხა სამართალთან და სამართლიანობასთან ამას კავშირი არ აქვს და მე ვერ შევარ სამართლებრივ ამ შემთხვევაში ნიუანსებში, ვინაიდან სამართლებრივი ნიუანსები, სამართლებრივი პროცესუალური რამე იქ არაფერი არ არსებობს პირდაპირ გეუბნებით, რომ ნახოთ ბრალის დადგენილება, ნახავთ საქმის მასალებს, უბრალოდ სურვილების კრებულია, ბოროტის სურვილების კრებულია, რომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე ამ შემთხვევაში იყვნენ ბრალდებული სკამსი და პოლიტიკურ დევნაში. მითხარით ხალხო, ერთი დღე, ერთი თვე, ერთი საათი, როდესაც ამ ადამიანების პოლიტიკაში შემოსვლიდან მესამე ბრალია, ბრალდებულები არ არიან და პოლიტიკური დევნის ობიექტები არ არიან, ხო? აი ამ საქმეში უბრალოდ წარმოუდგენელი სიგიჟე ხდება. თქვენ რაც თქვით, აბრალებენ რაციას და იმასაც ვერ აბრალებენ. საქმეში არ არსებობს უბრალოდ. იქ ყველაფერი ჩაყრილია ერთად. ვერ გაიგებ რა ხდება. არ არსებობს საერთოდ შუა საუკუნეებშიც არ იყო, მე მგონი, ესა კოლექტიული ბრალის წარდგენა ამ შემთხვევაში და მართლმსაჯულებას კოლექტივიზაცია, ხო? ეს შემოიტანეს აქა. არაფერი ინდივიდუალიზაცია ბრალის ვინ რა, თუ არავის არაფერი არ გაუკეთებია ხალხო. გუშინ პროკურორს მეუბნებოდი, რომ მეთქი მტკიცებულება გვაჩვენეთ. რაზე აპელირებთ? ვერაფერი ვერ მოგვიტანეს, იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს. წარმოუდგენ, მაგრამ არსებობს ერთი რამ, ინგა. მე მინდა გითხრათ, აი, მამუკა ხაზარაძეზე, ბადრი ჯაფარიძეზე ვსაუბრობთ, ხო? ამ ადამიანების მიმართ ვერაფერი ვერ დადო, ვერ აზროს კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს რაიმე სახის საერთო კანონგადაცნობას, მაგრამ ახლა მარტივს გეტყვით, აი, თუნდაც ბადრი ჯაფარიძე ავიღოთ, ხო? 1990-91 წლის მოწვევის უზენაეს საბჭოს, ამ იმდროინდელი პარლამენტის წევრი და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ადამიანი, ხო? და სხვათა შორის დღეს ვინც პირისპირდება აბსოლუტური უმრავლესობა მათი ან იდეოლოგი იყო, ან მონაწილე იყო, როდესაც ბადრი ჯაფარიძეს და კანონიერად აღრჩეულ ხელისუფლებას იარაღს უშენდნენ. და ამხეს მაშინ კანონიერი ხელისუფლება. ის ადამიანები დღეს ისევ ბადრი ჯაფარიძეს უპირისპირდებიან და მათი ამ შემთხვევაში წარმომადგენლები. როდესაც 90-იან წლებში უბედურება მოხდა და კანონიერი ხელისუფლება დაამხეს. ნახეთ ზოგიერთი მათგანის საქმეში და საქმის მიღმა წარსული. თუნდაც მაშინ რა პოზიცია ეჭირა, სად იყო ბადრი ჯაფარიძე თუნდაც და სად იყვნენ ის ადამიანები. სად არის დღეს ბადრი ჯაფარიძე, სად არის ეს ადამიანები. და მთავარი რა არის, იცით, დღევანდელი ბრალი სამართლებრივად არ არსებობს. ნუ ვისაუბრებთ სამართლებრივ ნიუანსებზე, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არა აქ ინდა ნებისმიერი მზადავარ ნებისმიერი მოვიდეს, 10 კაცი მომიდგეს, თუნდაც აი ნუ არის თავს ძალას დავატან და სამართლებრივ დებატებს შემოვიდო, ვერ შემოვლენ. ნებისმიერი მოვიდეს. იმიტომ რომ არ არსებობს ხალხო სამართალი იმაში არ არსებობს. უბრალოდ არ არსებობს, წარმოუდგენელი სიგიჟე ხდება. ყოველთვის ვამბობ, 20 წელზე მეტია ამ პროფესიაში ვარ და ყოველთვის ვამბობ, გავსი რამ არ მინახო, მაგრამ რეკორდებს ხსნიან ყოველ ჯერზე, რეკორდებს ხსნიან. არ არსებობს საერთოდ, აი, უბრალოდ შეთითქმილი ხო სიტყვა არსებობს, ამ შეთითქმილში რაღაცას თითქმიან, რაღაცას აწებებენ. ერთსაც არ არსებობს. იმიტომ რომ ბუნებაში არ არის არაფერი. და ბადრი ჯაფარიძეს გუშინ იმას ეუბნებოდნენ, არაფერი არ მოიმოქმედეო იქაო, რაღაცაო, რო აქცია დაშლილი იყო თუ რაღაცაო. ანუ ეს არის ბრალი, რომ ბრალი კი არა, ეს არის დანაშაული, რომ აქცია არ დაშალია. არა, აქცია არ მოუწოდეო ხალხს. არანაირ რაციებზე იქ ყველაფერი წერია. უბრალოდ მტკიცებულება არ არსებობს. მე თვითონ მაგაზე გამეცინა, რომ წარმოვიდგინე ბადრი ჯაფარიძე რაცი. სრული სიგიჟე, მაგრამ ინგა თავარი რა არის? ინგა თავარი რა არის? ეს არის პოლიტიკური ბრძოლა. არა პოლიტიკური ბრძოლა, დიქტატორის ბრძოლა, დიქტატორების რუსული რეჟიმის ბრძოლა, პოლიტიკის საქართველოს მომავლის მოსაკლავად, ქართული მომავლის მოსაკლავად და პირდაპირ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. და ჩვენ ხედავთ ინგა პარალელურად რა ხდება ქვეყანაში, ხო? აღვირახსნილი კორუფცია. ხალხო, ჩვენ
ინვესტიციასთან, ინვესტორებთან, ან კონკრეტულ კომპანიასთან პრობლემა კი არა გვაქვს, როდესაც არაბულ კომპანიაზეა მიწის მიყიდვაზე საუბარი, როდესაც ლელო მამასთან დაკავშირებით დაიწყო საუბარი. ჩვენ საუბრობთ, რომ ცხეთის დონა შენ საქართველოს ხელისუფლებას რო ირქმევ საკუთარ თავზე და საქართველოს მოქალაქე ხო ხარ მინიმუმ. ცხეთის ტოლა, ცხეთის ტოლა ტერიტორიას. აგერ გრწანიში, სადაც უნიკალური ტყეპარკია და აძლევ უცხო ინვესტორს ამ შემთხვევაში. სვამ კითხვებს და პასუხი ბოლოს რა მივიღეთ, იცით, ინგა? საიდუმლოა. კომერციული საიდუმლოებაო. მარტივი არის ამასთან დაკავშირებით. კომერციული საიდუმლოება როდის ხდება, იცით? დაუშვათ დოკუმენტი ამ შემთხვევაში ბიზნეს შეთანხმება თუ ასე შემდეგ. როდესაც აი მაგალითად რა იყო კოკა-კოლას რეცეპცია ხალხმა საუბარი? ან ლაღიძის რეცეპცია, რომელიც არ უნდა გაჟონოს. მსგავსი რამ არის, შეიძლება იყოს კომერციული საიდუმლოება. საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის მიწის გასხვისებაზეა საუბარი, ქალაქის მშენებლობაზეა საუბარი და ჩვენ ვსვამთ უბრალოდ კითხვას. არის თუ არა კორუფციული ფაქტები? რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს? ჯერ პასუხად გვეუბნებოდნენ, რომ დემაგოგია რაღაც. შემდგომ თუ არ ვთქვი ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა და პრობლემას არ წარმოადგენს პრინციპში ხელშეკრულების გაფორმისა გასაჯაროებაო. და დღეს ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში ხელშეკრულება დღის წინათლეს ვერ იხილავსო. დავსვათ კითხვა, რას მალავენ? რატომ მალავენ? რას მალავენ თქვენი აზრით, რადგან საქმეზე მოგიწვიეთ თქვენ ამ სასამართლოზე, მაგრამ ეს კავშირში, არა, ეს კავშირშია ყველაფერთან. ეს კავშირში და დავასრულებ. ეს კავშირშია ინგა ყველაფერთან. იმასთან არის კავშირში, რისთვისაც ლელო ძლიერი საქართველო, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, მე ჩემი პარტია იბძვის. ეს და საქართველოს ხალხი იბძვის ამასთან დაკავშირებით და საუბრობენ, ახლა მარტივი ეს იაფასიანი და თითქოს ისა რა ქვია, გვინდა რომ ინვესტიცია შევაფერხოთ და რაღაც ესეც ისო სიგიჟე. ჯერ ჩვენებს რო ეთქვის მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც მილიარდობით ინვესტიცია აქვს ქვეყანაში შემოტანი. ჩვენ იქით ხარესთან არა გვაქვს საუბარი. ქართველებმა რა გააკეთეთ, ამას ვეუბნებით. ცხეთის ტოლა ტერიტორია მარტო თბილისში და მეორე ნაწილი რომ მაშინ რა ქვია, აჭარაში, გონიოში გადაეცით. ვინ შენდება, ვინ იყიდის, ვინ უნდა შემოვიდეს, არის თუ არა კორუფციული თემა. ამასთან დაკავშირებით ვითხოვთ ხელშეკრულების გასაჯაროებას. სხვა არაფერს არ ვითხოვთ. ხელშეკრულების გასაჯაროებას ვითხოვთ, ხო? სად არის გასაჯაროებული ხელშეკრულება? არ არსებობს ინგას გასაჯაროებული ხელშეკრულება. პარალელურად პარტიები უნდა აგზავნოთ, გვეუბნებიან აგერ. პარალელურად პარტიები უნდა აგზავნოთ. ვინ უნდა აგზავნოს ახლა პარტიები და დავასრულოთ და თქვენ დროს დის არ წავიღებ, ხო? გადახედეთ საქართველოს ეგრეთ წოდებული პარლამენტის ახლანდელ შემადგენლობას, ან ძველ შემადგენლობას, ხალხო. ყოფილი ნაციონალები იმ დროს ხელისუფლებაში, როდესაც, არ ვიცი, მეც ოპოზიციაში ვიყავი და ბევრი ჩემი პარტიის წარმომადგენელი, აი გადახედეთ, ხო, ეს ხულოს მაჟორიტარი და ასე შემდეგ და ყველა მაჟორიტარი და ასე მიმართავენ ვის, ინგა და დავასრულებ. მიმართავენ ახლა საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, ადეიშვილის ამ შემთხვევაში თანამშრომელს, იმიტომ ადეიშვილი მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო და ასე შემდეგ, ჩვენს აკრძალვასთან დაკავშირებ. ეს ყველაფერი და ბოლოს და 20 წამი მიდა და დავასრულებ. აი ბაკურიანის ფაქტი დღეს რაც გასაჯაროვდა. კორუფცია არის თუ არა ხალხო? 5 კორპუსიო წამოჭიმეთო, გვეუბნებიან ეს კოცები, 5 კორპუსიო წამოჭიმეთო, საბაგირო ტრასა გააკეთესო. 5 კორპუსი წამოჭიმეო, საბაგირო ტრასა გააკეთაო, ხალხი ისვენებდაო და სად მაშინ ამდენი წლის განმავლობაში აქ თბილისში ბულდოზერებით მიადგა ხალხს კალაძე და ბაიზა ქონდა, რა ქვია, საფუძვლიდან წამოსული არ იყო შენობა რომ დაუნგრია, ხო? ეს მაშინ ან კორუფცია, პირდაპირ კორუფცია და სად იყავით? თქვენი ხელისუფლება არის, ხო? სად იყავით მაშინ? აი ამაზე არის ეს ყველაფერი. კარგი, დიდი მადლობა ლევან, მე კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, ტურიკამ წაიღო ჩვენი საუბრის დროს, მაგრამ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო და ამიტომ აღარ შევკვეცე ჩვენი ინტერვიუს დრო. მადლობა ჩვენ